14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის ეროვნული დღეა. თარიღი აღინიშნა ქუთაისშიც ბესარიონ გაბაშვილის სახელობის პარკში ბავშვებსა და მშობლებს არასამთავრობო ორგანიზაციამ ხიდის სოციალური ინკლუზიისათვის უმასპინძლა. მოიწყო შუშუმულ პირთა გამოფენა, პატარებმა კი ატრაქციონებით უფასოდ ისარგებლეს. ფსიქოლოგ მარიამ ჯავახაძის თქმით, ღონისძიების მიზანია საზოგადოებას და სახელმწიფოს კიდევ ერთხელ შეახსენონ და მოუწოდონ შუშუმულ პირთა უფლებების დაცვისაკენ. დღეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის ეროვნული დღე, ანუ ამ დღეს მარტო საქართველოში აღნიშნავენ. დღევანდელი ღონისძიება ისეთი პომპეზური არაფერი გაგვიკეთებია, უბრალოდ ჩვენ ბავშვების ადრეულის პროგრამის და დღის ცენტრის პროგრამის ბენეფიციარების ნახატები მოვაგროვეთ და გვინდოდა რომ საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა ამ ბავშვების შესაძლებლობები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებები და იყოს ყველა ასპექტში გათვალისწინებული. უცილებელია რომ გარემოს ადაპტირება გავაკეთოთ ისე, რომ ამ ადამიანებს აღარ დაჭირდეთ ჩვენი დახმარება.